რა ვისწავლე 35 წლის მანძილზე, რომელიც მზის ირგვლივ ვიარე, რომელიც ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასაზიარებელი იმ თვალსაზრისით, თუ ჩემგან განსხვავებით გაქვთ მიმღებლობა სხვისი შეცდომებით ისწავლოთ, აღარ გაიმეოროთ, ან თუნდაც მხოლოდ ერთხელ დაუშვათ შეცდომა და არ იყოთ რაღაცნაირად ერთი და იგივე შეცდომების ტოქსიკურ წრეში. მე ვარ ელენე, ვინც არის ამ არხის ახალი მაყურებელი შეიძლება არ იცოდეს, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday, რომელიც უკვე 1 წლის არის, ივლისში გახდა 1 წლის, ძალიან გთხოვთ გაუზიაროთ მეგობრებს, ვიდეოს დასაწყისშივე გამოიწეროთ, კომენტარი შეგიძლიათ უბრალოდ გულით ამიწეროთ და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არხი განვითარდეს და ვიგრძნო თქვენი მხარდაჭერა. დღეს ვისაუბრებ 3 გაკვეთილზე, რომელიც ესე ვთქვათ 30 წლამდე არ მესმოდა, სანამ ბევრი შეცდომა არ დავუშვი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერძული მიუღებლობა მქონდა, შეიძლება სხვისი რჩევების და სულ სწრაფი ვიყავი, მოთმინება ნაკლები მქონდა და უფრო რისკიანი ვიყავი, ვიდრე საშუალო ადამიანი. პირველი არის ის, რომ ბავშვობის მეგობრები, როგორ ვთქვი, ბავშვობის მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ მოვითმინოთ რაღაცაები, თვალები დავხუჭოთ, დავიპატარაოთ თავი, ან ვიყოთ რაღაც ტოქსიკურ პოზიტიურ ურთიერთობაში, რადგან ბავშვობის მეგობრობაში სიტყვა მხოლოდ მეგობრობა არის მნიშვნელოვანი და არა ბავშვობა. მეორე თემა, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის ის, რომ კორპორატიულ სამყაროში და ასევე საჯარო სფეროში შეძენილი მეგობრობა და ზოგადად სამსახურეობრივი მეგობრობა უმეტეს შემთხვევაში არის ილუზია, არსებობს გამონაკლისები, მე მყავს ერთი ესეთი გამონაკლისი და უხეშად რო დავთვალე, ალბათ 10,000 ადამიანს შევხვდი სხვადასხვა სამსახურში, სხვადასხვა დროს, კონფერენციაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ეს ერთი მეგობარი არის ჩემი, ესე ვთქვათ, გამონაკლისი და მესამე თემა არის ჩვენი სხეულის ცვლილებები. ჩემი სხეული 23 წლის ასაკში იყო სხვა სხეული და 30-ს როგორც კი გადავაბიჯე, არის სხვა სხეული იმ თვალსაზრისით, რომ მას სჭირდება მეტი ყურადღება, ზრუნვა, ვეღარ უძლებს იმ დესტრუქციას, რასაც შეიძლება ვუკეთებდი 30 წლამდე და მოკლედ აი ამ 3 გაკვეთილზე მინდა გელაპარაკოთ. ეს ვიდეო ერთნაირად რელევანტურია ყველასთვის, ვინც არის 35 წლამდე და ასევე ყველასთვის, ვინც არის 35 წელს ზემოთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცაები მე ამ ასაკამდე შევცვალე, რაც თქვენ არ შეგიცვლიათ, ასე რომ დავიწყოთ. პირველი თემა არის მეგობრობა, კონკრეტულად ბავშვობის მეგობრობა და ამ თემასთან დაკავშირებით ხშირად არის ხოლმე ორაზროვანი დამოკიდებულება, ზოგადად მეგობრობა და ურთიერთობები არის მტკივნეული თემა, შეიძლება ითქვას ტაბუ დადებულიც და მე მინდა სრული გულწრფელობით ვთქვა, რომ ადრე ჩემი ყველა მეგობარი იყო ბავშვობის, ეხლა ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ 2 მეგობარი არის ბავშვობის და დანარჩენი ყველა არის სხვადასხვა სივრციდან, სხვადასხვა დროს უკვე ზრდასრულ ასაკში გაცნობიერებული არჩევანი იმისამ, რომ დავმეგობრებულიყავით. ვერ ვიტყვი, რომ უამრავი მეგობარი მყავდა, ეხლა უფრო ბევრი მეგობარი მყავს, რაც სხვათა შორის სოცმედია გავაკეთე 2024 წლამდე არასდროს არ მქონია არც ერთი პლატფორმა, Facebook-ი მქონდა 2012 წლამდე, თქვათ, რომ არ მქონია არასდროს, იმიტომ რომ მაშინ Facebook სხვა გამოყენება ჰქონდა და ინტერნეტმა ძალიან დიდი საშუალება მომცა, რომ საერთო ღირებულებების ადამიანები გამეცნო, მაგრამ ეს სხვა საკითხია. ჩემი ბავშვობის მეგობრების ძირითადი ნაწილი ჩემი გადმოსახედიდან აღარ არიან ჩემს ცხოვრებაში ერთი კონკრეტული მიზეზით და ეს მიზეზი არის შემდეგი, რომ როდესაც ვიყავი თინეიჯერი,
რაღაც ესე ვთქვათ პატარა, მოდი ესე ვთქვათ 20 წლამდე ჩემი მეგობრობა ძირითადად დაფუძნებული იყოს საერთო ინტერესებზე. აი მაგალითად მე და ეს ადამიანი დავდივართ ცეკვაზე, მაშინ ვმეგობრობთ. მე და ეს ადამიანი ვსწავლობთ სამართალზე, მაშინ ვმეგობრობთ. თან მოგწონს ესეთი საჭმელი, მაშინ ვმეგობრობთ. ანუ სხვადასხვა ინტერესები, რა შეიძლება იყოს, ხო? ქალისთვის ეს შეიძლება იყოს სწავლა, გართობა, დასვენება, ჩაცმა, ურთიერთობები, რაღაცა ივენთები, ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ეს ბავშვობის მეგობრობა არ იყო გატარებული ღირებულებების ფილტრში და მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ბავშვობის მეგობრების ცხოვრებაშიც შემოვიდა ღირებულებების, ესე ვთქვათ, ფილტრი, ჩვენი ინტერესები აღარ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დარჩენილიყავით მეგობრებად, იმიტომ რომ უკვე მოვიდა მოთხოვნილება ვიყოთ სულიერი მეგობრები, უკვე მოვიდა მოთხოვნილება ვისაუბროთ სხვა უფრო ღრმა თემებზე, აიწია მეგობრობის სტანდარტმა, ხარისხმა, რაღაცა ჭორაობა იმას ესაცვია, ეს იმასთან ერთად არის, ამან მომწერა აღარ იყო საკმარისი ამ ურთიერთობებში და შესაბამისად ვიტყვი, რომ კონფლიქტი არ ყოფილა ესეთი რაღაც ვიჩხუბეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დისტანცირება და მერე ეს სავალდებულო მილოცვა, არ ვიცი, დაბადების დღის ახალი წლის და მერე ეგეც აღარ, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ბავშვობის მეგობარმა შეიძლება დაუშვეს შეცდომა და თუ თქვენთვის ეს ისეთი შეცდომაა, რომ ახალგაზრდულ ადამიანს არ აპატიებდით, არც ბავშვობის მეგობარს არ უნდა აპატიოთ, იმიტომ რომ ფონურად სულ იქნება ეს თქვენს ურთიერთობაში. მე ვიტყოდი, რომ ბავშვობის მეგობრები, რომლებიც დღესაც არიან ჩემს ცხოვრებაში, ჩვენ გვაქვს საერთო და რაღაცა მომიჯნავე ღირებულებები და ჩვენ ვართ სულის მეგობრები დღეს და არა ბავშვობის მეგობრები. კი, გვაქვს ბავშვობის მოგონებები, ძალიან მაგარია, ეს დამთხოვაც თუ არის, რომ შეიძლება ბავშვობიდან მოდიოდეთ ერთად გაიზარდოთ და რაღაცნაირად ერთი ღირებულებების ხე ჩამოგიყალიბდეთ, მაგრამ დაგამშვიდობთ და გეტყვით, რომ ჩვენი მოზარდობაც და ესე ვთქვათ, საერთოდ ზრდა და სიბრძნე და ყველაფერი გვაცნობს ძალიან ბევრ ადამიანს, ამიტომ არ მოიწყინოთ თუ ბავშვობის მეგობარი აღარ არის თქვენს ცხოვრებაში. მაინტერესებს თუ ეთანხმებით ამ აზრს, რომ ინტერესებზე უფრო მეტად ჩვენ უკვე გვინდა ღირებულებები და სულიერი კავშირი მეგობრობა. მეორე თემა, რაც მინდა განვიხილო, ასევე მეგობრობას ეხება, იმიტომ რომ მე როცა ვმუშაობდი 19 წლიდან 33 წლამდე, ანუ დაახლოებით 15 წელი, არასრული 15 წელი, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინა სამსახურში. მარტო ის, რომ ორშაბათიდან პარასკევამდე ერთად ატარებ დროს, ჯერ რამხელა, ესე ვთქვათ, სიახლოვეს იწვევს. მერე ლანჩზე ერთად გადიხართ, ძალიან ხშირად პარასკევობით ერთად იკრიბებით. ანუ სამსახური ფაქტობრივად ანაცვლებს შეიძლება სხვა ურთიერთობებსაც, როგორიც არის ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ, მით უმეტეს თუ ისეთი დატვირთული სამსახური გაქვს, როგორიც მე მქონდა. რაც უფრო გავიზარდე კარიერულად, რაც უფრო დავწინაურდი, რაც უფრო მაგარი თანამდებობა მქონდა, კარ კომპანიაში მუშაობდი, მაღალი ხელფასი მქონდა, მით უფრო მეტი იყვნენ ჩემი ვითომ მეგობრები. ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ ვიტყვი გამონაკლისების გარდა, წეგან ერთი ვთქვი და ორი უნდა მეთქვა, ისე შეცდომა დაუშვი, ორი მეგობარი მყავს სამსახურიდან. ჩემი ეს მეგობრები, ვითომ მეგობრები გაქრნენ აი იმ საღამოდან, როცა მე მათ გავაგებინე, რომ აღარ ვაპირებ კორპორატიული კარიერის გაგრძელებას.
ეს ადამიანები მანამდე თუნდაც პანამაში რო გადავედი სამსახურიდან მიხვდნენ რომ მათაც შეიძლებოდათ გახსნოდათ ესე ვთქვათ კარიერული გზა რომ ჩემ კომპანიაში გამეწია რეკომენდაცია ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ კარიერულად დავხმარებოდი და კიდევ უფრო გააქტიურდნენ ანუ ვერ ვიტყვი რომ დისტანციამ იმან რომ მე საქართველოდან წავედი და ემიგრაციაში ვიყავი 3 წელი ამან გამოიწვია ურთიერთობების შენელება. არა, ძალიან აქტიური იყო ეს ურთიერთობა. რა ვიცი, მე მგონი ორშაბათი დილა მათი მოკითხვებით იწყებოდა, ამას ვუტრირებ, შეიძლება სამშაბათი იყო, მაგრამ აი ფაქტობრივად მეგონა რომ ისევ იმ სოციუმში ვიყავი, რაც იყო ჩემი ძველი სამსახურები, იმიტომ რომ ამ ადამიანებისთვის მომგებიანი იყო პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ურთიერთობა. და მე რო წამოვედი სამსახურიდან და ეს წამოსვლა იყო საბოლოო, ვთქვი რომ პროფესიას ვიცვლი, გაქრნენ რა, არ ვიცი, აი ბუშს რო გახეთქავ და ბუშტი აღარ არის, აი ეგრე გაქრნენ. ამიტომ მე ძალიან განვიცადეთ ხო, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ეს ურთიერთობები მაინც მათი მხრიდან ცალმხრივი სურვილი იყო ჩემთან მეგობრობის ვიდრე ორმხრივი, იმიტომ რომ ყველა თანამდებობას, როგორც ინგლისური გამონათქვამია, ყველა სკამს მოყვება თავისი ბენეფიტი და პრივილეგიები და მე ჩემ სკამზე უარის თქმასთან ერთად დავკარგე ის პრივილეგიები, რაც მოყვებოდა ამ სკამს, მოკლედ. აქედან გამომდინარე გამიჭირდა ისა ვერ ვიტყვი რომ ვაუ რა მარტივია უცბად მნიშვნელობა დავკარგე თითქოს არავინ აღარ მკითხულობს არავის აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა რა ხდება ანუ კორპორატიული girl რო აღარ ვარ გაქრა ჩემი რეპუტაცია ჩემი ამაგი ჩემი ზრუნვა შრომა და მე მივხვდი რომ ეს არის ვირთხების რბოლა კორპორატიული სამყარო არის ვირთხების რბოლა აგებულია სისწრაფეზე, დისკრიმინაციაზე, ჩაყლაპვაზე, ანუ კონკურენციაზე, წითელ კონკურენციაზე და აქედან გამომდინარე დრო არ აქვთ იმ ადამიანებს და არც სურვილი და არც საჭიროება რომ მოგიკითხონ და მოგწერონ. ეხლა მიწერენ ახალ ელენეს მოიკითხავენ. თუმცა მაქვს ორი გამონაკლისის შემთხვევა, ერთ შემთხვევაში უკვე ჩემი ნათლულის დედა არის ეს ადამიანი, მეორე შემთხვევაში არ არის ქართველი ეს ადამიანი, ვინც ჩემი მეგობარია და სამსახურიდან გავიცანი და აი არ ვიცი, შეიძლება 10,000-ზე მეტ თანამშრომელსაც ვიცნობდი, იმიტომ რომ რამდენიმე წელი ბოლოს ძალიან ბევრ გასაუბრებასაც ვატარებდი. აქედან გამომდინარე დაფიქრდით, დაამყარებთ დიდ იმედებს სამსახურის თანამშრომლებზე, ჩადეთ იმდენი რესურსი, რამდენი რესურსიც ჭირდება იმას, რომ თქვენ წინ წახვიდეთ, კარგად იყოთ და იმ პრიზმიდან იხელმძღვანელეთ, რომ როგორც კომპანიისთვის ხართ ჩანაცვლებადი ჭანჭიკი, ისევე ამ კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლისთვის შეიძლება არ დამეთანხმოთ, შეიძლება ჩემსავით თქვენს გაქვთ გამონაკლისები, თუ არ მეთანხმებით, რატომ არ მეთანხმებით, რა მაგალითები გაქვთ ასე, დამიწერეთ ეგეც კომენტარებში, ან თუ გინდათ ინსტაგრამის დაირექტში მომწერეთ და თუ მეთანხმებით, ეგეც საინტერესოა, რატომ მეთანხმებით, თქვენს გქონიათ ეგეთი სიტუაცია, რომ სამსახური შეიცვალეთ ამ პროფესია და ეს ადამიანები თითქოს აორთქლდნენ. ნუ აი აორთქლება, კაი, ესე ვთქვათ, მეტაფორაა. მესამე რაზეც მინდა ვილაპარაკო არის ჩემი სხეული და რომ მისაუბრია რაღაცა ჩემი თაობის ადამიანებთან, მათაც მსგავსი პატერნი აქვთ. 23 წლის ასაკში პარასკევს შაბათს დავლევდი ღვინოს ან არახს, სოციალური სიგარეტის მწეველი ვიყავი, გავიბუღავდი თავს, ღამე დავიძინებდი 4-ზე, 5-ზე. ნუ ანუ ესე ვთქვათ, ორგანიზმს ვაწურინებდი რა, არ ვფრთხილდებოდი. პარალელურად კი დავდიოდი სულ რაღაცა სპორტზე ხანდახან ძალიან გადავერთვებოდი ხოლმე სპორტზე, მაგრამ
მაინც იყო რა ეს დესტრუქცია ჩემ შემთხვევაში და დესტრუქცია არის ყველაფერი, რაც ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის არის მავნე და ჩვენ მაინც ვაკეთებთ. აი რომ ავიღოთ, რომ სიგარეტის მოწევაზე ყველათან ხდება ცუდია და მაინც ეწევი, იგივეა რომ შენ თავს დაარტყა და ატკინა. უბრალოდ რადგან ეს რაღაცა გრძელვადაში იგრძნობა შედეგები, იმ დღეს და იმ მომენტში შეიძლება ვერ ხდებოდა. უკვე მესამე წელია არც ერთი წვეთი ალკოჰოლი არ დამილევია გაცნობიერებულად, არც ერთი ღერი სიგარეტი არ მომიწევია, საერთოდ ხელშიც არ მჭერია და ძალიან ვუფრთხილდები ორგანიზმს. პირველ რიგში იმიტომ, რომ აღარ მაქვს ამტანობა, მე რო ეხლა ალკოჰოლი დავლიო 3-4 დღე უნდა ვცადო, რომ დავუბრუნდე იმ ენერგიას, რესურსს, ხასიათს და განწყობას, რაზეც ვიყავი ალკოჰოლის დალევამდე. სიგარეტის მოწევაზე ბოლოს რომ მოვწიე, დამემართა პირის ღრუს ანთება და ბრონხების ანთება, ანუ მიუღებლობა აქვს ჩემს ორგანიზმს და იძულებული ვიყავი თავიდან, რომ დამეძინა ადრე, იმიტომ რომ 12-ს რომ გადაცდება, მაშინ თუ ვიძინებ, დილით ვიღვიძებ შეშუპებული, მაღალი კორტიზოლით, უხასიათოდ ენერგია მაქვს ძალიან დაბალი. ანუ მოვაწესრიგე ძილი, გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან მავნე ჩვევები და დავიწყე სხეულის მოსმენა, რა სიამოვნებს და რა არ სიამოვნებს. აქედან გამომდინარე, თუ ხარ 29 წლის და თუ ხარ 21 წლის, ან გინდას 51 წლის, დაუჯერე შენს ორგანიზმს, რას კარნახობს. რამე თუ არ სიამოვნებს, გაქვს ნაბახუსევი, ხასიათის ცვლილება, შეშუპება. გააკეთე არჩევანი შენი დღეგრძელობისთვის, სიუხვისთვის და დოვლათისთვის. სამყაროს უყვარს ის ადამიანი, რომელიც აფასებს თავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მის მიმართ არის გულუხვი. სულ ეს არის, რაც მინდა და მეთქვა. სხვათა შორის ამ თემაზე ინსტაგრამზე გავაკეთე კარგი კარუსელი, შეიძლება ნახოთ. ერთ ვიდეოში ვერ ჩავატევდი იმ ყველა გაკვეთილს, რაც ამ 35-მა წელმა მომცა, მაგრამ ნელ-ნელა ჩავწერ ამ თემაზე სხვა საკითხებზეც ვიდეოს. სხვათა შორის მაინტერესებს თქვენი ცხოვრებიდან რა არის ყველაზე დიდი გაკვეთილი. 3 თქო გეტყოდით, როგორც მე ამ ვიდეოში ვთქვი, მაგრამ არ ვიცი, ბევრი წერა გიყვართ თუ არა, მაგრამ ერთი გაკვეთილი მაინც ჩამიწერეთ და თუ რაღაცა ისეთი არის, მაგასაც განვავრცობ და ჩავწერ შემდეგ ეპიზოდში. ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ ჩემი ყველა არხი, TikTok-ით მაქვს, Instagram-ით, YouTube-ით, Facebook-ით, მაგრამ იქ არ შევდივარ ხოლმე, ისე მაქვს. და დიდი მადლობა, გიგზავნით სიყვარულს.